და გვიპასუხეთ. Ხოლმე გვეტყოდით როდის და როგორ დაარსდა ეს მუზეუმი? ეს მუზეუმი დაარსდა ელენეს ანდერძით 1976 წელს ელენეს გარდაცვალებისთანავე. იგი გარდაიცვალა 1975 წლის 30 დეკემბერს. ფაქტიურად უკვე 75 წელი დამთავრებული იყო. და მას უნდოდა რომ ეს თავისი სახლი დარჩენოდა თავის ქვეყანას, თავის თბილის, თავის თბილისელებს, თავის საქართველოს და საერთოდ ყოფილიყო სახლ-მუზეუმი და მისი თხოვნა შესრულდა. ეს სახლი აჩუქა თავის ქვეყანას და 76 წლის 18 აპრილს მისი დაბადების დღისთვის აქ უკვე გაიხსნა სახლ-მუზეუმი და მას შემდეგ უკვე 18 წელია ეს როგორც სახლ-მუზეუმის სტატუსით არის და ეხლა უკვე ეროვნული მუზეუმის ფილიალია და ყველა ის ტრადიციები, რომელიც ელენეს ჰქონდა, ის მდიდარი და ის ლამაზი ტრადიციები დაფუძნებული გრძელდება. ნაყურებელიც ხშირად არის ამ სახლ-მუზეუმში. რამდენად ბევრი დამთვალიერებელი ყავს ამ ქართველებს თუ იჩენენ ინტერესს ამ დიდებული მხარეში? იცით, ეს უკვე ინტერესია თქვენი სკოლა რომ მოვიდა, ხო? და არა მარტო თქვენი სკოლა მოდის, მოდიან სკოლები, მოდიან უნივერსიტეტები. მე ბავშვები რომ მოდიან, თავიანთი მშობლებიც მოყავთ, იცით, და უკვე ამითი პოპულარიზაციას უწევენ სახლ-მუზეუმს და ძალიან კარგი რომ თქვენი დიდი მადლობა თქვენს პედაგოგებს რომ ასე ხშირად მოყავხართ და ამდენ რამეს გასწავლიან და გაჩვენებენ და აი ჩვენი სახლ-მუზეუმშიც ხშირად მოდიხართ და არა მარტო თქვენ, ბევრი ბავშვები მოდიან. მოდიან უცხოელებიც, მოდიან ისე თბილისელები, ჩვეულებრივი, მაგრამ თბილისელები უფრო ხშირად მოდიან მაშინ, როდესაც სტუმრები მოდიან. აჩვენებენ ეს ძალიან სტუმრებს. მაგრამ ხანდახან ესეც ხდება, რომ თავიანთი სურვილით მოუნდებათ, რომ დაათვალიერონ და მოვიდნენ და ეზიარონ ამ სიმშვენიერეს. და მუზეუმში ელენეს რამდენი ნახატია დაცული და რომელია მას შორის გამორჩეული და ძვირადღირებული? ძვირადღირებული, ყველა მისი ნამუშევარი ძვირადღირებულია. გამორჩეული მე თქვენ გითხარით, რომ ის კახეთის ზამთარი 24 წელი მისი ძველი თბილისის პეიზაჟები, რომლისთვისაც შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატობა მიიღო 1971 წელს. ეს არის ციკლი ძველი თბილისის თემაზე. და ეს ნამუშევრები ყველა ძალიან მე ვიტყოდი რომ ყველა მისი ნამუშევარი ერთნაირად საინტერესო. დაახლოებით რამდენი ნახატია? აქ არის დაახლოებით 4000 ნამუშევარზე მე ექსპონატზე მეტი. თავადელჭკას რომელი ნამუშევარი მოსწონდა? თავის ნამუშევარი. კახეთის ზამთარი. მის გამოჩენილი ნამუშევარი. გამოჩენილი ნამუშევარი. იყო და კიდე პატარა ეს არის ზამთრის პეიზაჟი. ხოლმე გვიამბობთ ელენეს ისტორიას ბავშვობიდან ან სტუდენტობით? ბავშვობა გაატარა კახეთში, თელავში. და მამამისი იყო დაფეწილი ქართული ინტელიგენტი, თავის საქმის დიდი პროფესიონალი, სამხედრო ექიმი დიმიტრი ახვლედიანი. დედა ელისაბედ ერისთავი ძალიან განათლებული და ძალიან ერუდირებული ქალბატონი. და ძალიან ისეთი ოჯახი ჰქონდათ სტუმართმოყვარე, ანუ სალონური ტენდენცია, სალონის სიყვარული, სალონური სიტუაციის სიყვარული ეს თავისივე ოჯახში ჩაენერგა და მერე შემდეგ აქ უკვე უფრო მეტად განავრცო. და ძალიან უყვარდა მუსიკა და უნდოდა რომ ბავშვობაში მუსიკოსი გახვდარიყო და ცოტა ძალიან აქტიურად მეცადინეობდა, მაგრამ ის ამოხდა რომ ვერ გამოვიდა მუსიკაში. იმას უკრავდა? თვითონ აღარ უკრავდა, მერე უკვე იყო აქტიური მსმენელი ძალიან. ნახეთ ელენეს პირად ცხოვრებაზე ყავდათ რა და-ძმა და როგორ უშედეგობა ჰქონდა? და-ძმა ყავდა, 5 და-ძმა ყავდა, ძალიან უყვარდა თავისი და-ძმა. მერე ძმისშვილები და დისშვილები ძალიან უყვარდა. თავისი პირადი ცხოვრება გათხოვილი იყო, როდესაც წავიდა პარიზში
გათხოვდა, ასეთი კაკაბაძე იყო, არა მხატვარი, აგრონომი იყო. აგრონომი აპოლონ კაკაბაძე და ერთად ძალიან ისეთი დაიძვერეს ჯვარი ქაშვეთის ეკლესიაში პომპეზური ხოწილი ჰქონდათ ფაეტონები და სეირნობდა რუსთაველზე და გრიშაშვილს უყვარდა თურმე ძალიან და არ წაყვა გრიშაშვილს. და ესეთი მწარე ლექსები უთხრა, რომ თათარსა გრიშაშვილმა ერთ-ერთი ლექსი კიდეც მახსოვს, რომ გრიშაშვილი სიყვარულის საკითხებში შენ გრიშაშვილს ვერ წაბაძე და ამიტომ მე არ მომწონს შენი ქმარი კაკაბაძეო. და წავიდნენ იტალიაში და იტალიაში ძალიან მალე დასწრდნენ ერთმანეთს. ელენე წავიდა პარიზში, ფერმწიფად ყოფილა, მე მოუნდა იქ მაინდა-მაინც მისი მანქანის ტარება, ესწავლა დადიოდა მანქანის ტარებას და მოუვიდა კატასტროფა და დაკარგა ბავშვი. მე თვითონ აღარ გათხოვდა. კიდევ გაქვთ რაღაცა? სიცოცხლეშივე გახდა თუ არა ელენე დაფასებული მხატვარი და აი ძალიან იშვიათია ის რომ მხატვარმა თავისი სიცოცხლეში თავისი აღიარება შეიქმნოს და ელენე ის ბედნიერი მხატვარია რომელმაც ეს ნამდვილად შეიქმნა და დაფასებული იყო თავისი სიცოცხლეში. როგორ ფიქრობთ ელენე ხილდან შემოგვიდგა დაფასებული თუ არ საქართველოში და საზღვარგარეთ? ნამდვილად არის დაფასებული საქართველოში და მე იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო მეტად დაფასდება. ელენე რაც დრო გავა უფრო მეტად შეეძინება, უფრო მეტად აღიქვამენ მის ხელოვნებას. გაიხარეთ. ელენეს სახლია, თუნდაც სახლ-მუზეუმი ხსეული და მის სიცოცხლეში ეს სახლი მუზეუმი იყო. ეს ნამუშევრები ასახავდა გამოცემული ოფის მობილიზების მასალას და ათვალიერებების ნამუშევრებს და მობილის ნამუშევრებს უსმენდნენ მუსიკას. ეს სახლი იყო სალონი მეოცე საუკუნის და მისი გარდაცვალების მიზეზი მისი როლი ეს სახლი გახდა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი. ეს უკვე ეროვნული მუზეუმის ფილიალია და ყველა ის ტრადიციები და ყველა ის მდიდარი ტრადიციები, რომელიც ელენეს ჰქონდა და ფიცნებული გაიზარდა, ძლეოდა ისე, როგორც ეს მართლაც. როგორც შეიძლება ქართველებს ელენე ახვლედიანის ხორცთა პროფილის განმეორება. მაინტერესებს ელენე მხოლოდ დაარსებული ეს კარიერა. იცით რა, ელენეს დაარსებული არ არის, მაგრამ ელენემ გახსნა ეს გამოცემა. და ეს გალერეა უსწორად. ეს გალერეა თავდაპირველად გაიხსნა ფილარმონია რუარესის სვენზე ზემო. და გახსნა გალერეა და გამოსცა ელენე ახვლედიანმა. შემდეგ ეს გალერეამ გადაინაცვლა ძროხტილიში, კონკასთან, კონეოლოგის რედაქცია სპეციალურად ბავშვებისთვის აშენდა ეს გალერეა. იქაც ქალბატონმა ელენემ გახსნა ეს გალერეა და სამწუხაროდ ერთად დაანგრიეს ეს გალერეა, მაგრამ საბედნიეროდ მისცეს ბავშვთა გალერეას შენობა აღმოჩენების პროცესი. როგორ გახდა ელენე მხატვარი? ის ბავშვობიდან მხატავდა და უნდოდა ეს პროფესია თუ რამე სხვა ინტერესებს? იცით რა, საერთოდ ელენე ბავშვობიდანვე ემზადებოდა იმისთვის, რომ უნდა გავხდარიყო მუსიკოსი. მაგრამ ასევე ბავშვობიდან აი ხელში ფანქრის ჭერა რო ისწავლა, იქიდან ხატავდა. მაგრამ ძალიან უნდოდა რომ მუსიკოსი გამოწვევიყო. მაგრამ ისე მოხდა რომ არ გამოვიდა მუსიკოსი, გამოვიდა მხატვარი და მაგრამ სულ წერდა რომ მე მუსიკა უფრო მიყვარს ვიდრე სახელმწიფო. თქვენი აზრით, ჩვენი აღიარებული მხატვრის შემოქმედება როგორ წარსულდა ჩვენი ასაკის საფუძვლის ბავშვების ფილიალებას? ეს ისეთი მხატვარია, რომ ყველა ასაკის ბავშვისთვის ერთმანეთად ყველა ასაკის ბავშვი ერთმანეთად წარსულდა. თქვენ ახლა სულ სხვანაირად აღიქვათ, რამდენიმე წელი კიდე სხვანაირად აღიქვათ. რუბენს კიდე სხვანაირად აღიქვათ. მის შემოქმედებას, მაგრამ ყველა ეტაპზე ეს ნამდვილად საჭიროა და
აუცილებელია, რომ აიზარდონ თავები აი ამ კლასიდან. რადგან მიწებული რომ თავად ელინიაკვედიან ბავშვების ნომად და ეწეოდა იგი პედაგოგურ მოღვაწეობას. ბავშვები ძალიან უყვარდა, ძალიან ეხმარებოდა ისე და ამის იღებდა თავის სახელოსნოში და სხვადასხვა საერთო სასადილო სასადილო გაჩვენებს, ხო? პატარა კალათა ჰქონდა, რომელსაც ჩამოტანებული კონფეტები ჰქონდა სასირო ბავშვები, რომელებიდან მასთან გამოსულებდნენ აი ამ კონფეტები. მაგრამ პედაგოგიური მოწვევა მაინც აქცია და ხატასა თავისი ნამტოჩების სხვადასხვა სტილია. როგორი იყო ელინიაკვედიანის შემოქმედების პროცესი? მაინც ზეთოდი ამასაკუთრ გატანდა ეირების ან საერთოდ მუსიკას ყოველნაირად ხატავდა. რა თქმა უნდა, ძირითადად პიანინოზე ხატავდა, რადიოზე საქართველოში ხატავდა, მაგრამ როგორ ხატავდა? აი მაგალითად გააკეთებდა ჩანაწერს. ისე დაწერდა რა ფერის უნდა შესრულებული იყო და შემდეგ ეს ჩანაწერები ძალიან მოადვილებდა სახელოსნოში ასულების დასრულებას და როდესაც ის ხატავდა, ყოველთვის მუსიკას შეხვდა, ყოველთვის მუსიკის შეხვდა. როგორც ჩვენ ვხედავთ, საქართველოში ძალიან ბევრი ნამუშევარი დაგვიტოვა ელინიაკვედიანისა. ნამუშევრის შექმნა რამდენი ხანს იქნება? Ну, გააჩნია ეს ზოგს უფრო დიდხანს უფრო ზოგს ნაკლებს, მაგრამ საერთოდ ძალიან პოზიტიური მხარეა და ძალიან ბევრი ნამუშევრებია. განსაკუთრებით როგორ ემოციას გამოხატავს ესე თავის ნამუშევრებს? ყოველთვის დადებით ემოცია, რომელიც ნახავდა ყოველთვის დადებით სწავლებას ახდენს და დადებითი აურით არის შესრულებული ყოველი მისი ნამუშევარი. ხომარის ძინიკომის საფრთხანებელი ხატვარი და რეიგელი იყო მისი საფრთხანებელი ხატვარი და 1920 წელს შესრულებული მისი გასახი საინტერესო რეიგელის შეერთებული. და ბევრი მრავალი ხატვარი მოსწონდა პიკასომ და ძალიან ფენსის ინჟინერი ვარდა ძალიან ფილოსოფი. მადლობა ხდება. გამარჯობათ. გამარჯობათ. მადლობთ რომ დავთანხმდით ინტერვიუს. როგორც ხედავთ, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი საკმაოდ მდიდარი ექსპონატებია. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ ნამუშევრების შესახებ, ანუ მუზეუმის კოლექცია? მუზეუმის კოლექცია არის მისივე პერიოდის. ესე იგი, როდესაც თვითონ აქ ცხოვრობდა და თვითონ ცოცხალი იყო, ეს ნამუშევრები ქმნიდა და კიდევდა კედელზე. ანუ ესე იგი, თანდათანობით ავსებდა თავის მუზეუმს და ეს სახლი მისივე ცხოვრებაში მუზეუმად იყო აღიარებული. და რო დაუტოვა ეს სახლი თავის ქვეყანას და თავის მშობლიურ ხალხს, ამით თავისი ძეგლი, ხელთუქმნელი ძეგლი დაიდგა ელენე ახვლედიანი. როგორც ვიცით, ელენე ახვლედიანი თოჯინებსაც აკეთებდა. ეს მისი გატაცება იყო თუ არა და გვაქვს თუ არა მისი თოჯინები შემორჩენილი? ეცით რამდენიმე თოჯინა არის შემორჩენილი და სწორედ მისი პატარა ჩანაწერია გაკეთებული, რომ საერთოდ უნდა მხატვარმა შექმნას ბავშვებისთვის თოჯინაო, რომ ბავშვს განუვითაროს გემოვნებაო და თვითონ ცდილობდა, რომ გაეკეთებინა თოჯინები და როგორც გითხარით, რამდენიმე თოჯინა არის მუზეუმში. მისი შესრულება. ეს სახლ-მუზეუმი ჩვეულებრივ ბინაში მდებარეობს. აქ უამრავი ხალხი მოძრაობს და ასევე ცხოვრობს. თქვენი აზრით ეს ხომ არ უქმნის საფრთხეს ამ უნიკალურ ექსპონატებს? საფრთხეს არანაირად არ უქმნის, იმიტომ რომ ეს მუზეუმი ჯერ როგორც ვიზუალურად ხედავთ ფანჯრები, ესენი ყველაფერი გაკეთებულია რკინის გისოსებში და სადღეღამისო დაცვა სიგნალიზაციაც არის და ცოცხალი დაცვაც აყავს მუზეუმს სადღეღამისო დაცვის სახით.
ხელოვან ადამიანებს უმეტესად რთული ხასიათი აქვს. Როგორი ხასიათი ჰქონდა ელენე ახლა? ძალიან რთული, სხვათა შორის და ძალიან არაორდინალური. ძალიან ისეთი იყო ფიცხი, ძალიან მალე ბრაზდებოდა და ძალიან პატარა რაღაცა ეწყინებოდა, პატარა რაღაცა ძალიან გაუხარდებოდა. როგორი ურთიერთობა ჰქონდა თავის ოჯახთან და ახლობლად? ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და თავისი ახლობლად. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას თავის მეგობრებთან და ვინ იყო მისი საუკეთესო მეგობარი? მეგობრები ძალიან ბევრი ყავდა, იცით, ისე რომ მე არ შემიძლია რომ გამოვიყო სათითაოდ, ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა, ძალიან უყვარდა მეგობრები და მეგობრები იყო მისი ცხოვრება, რა თქმა უნდა, თავისი შემოქმედების მიერ. ელენე ახვლედიანი თეატრის მხატვარიც იყო. რა სპექტაკლები აქვს მას გაფორმებული და ვისთან თანამშრომლობდა და რამდენად წარმატებული იყო მისი როგორც თეატრალური მხატვარი, ხო? თეატრალური მხატვრობა მან დაიწყო ქუთაისში ქონდა გამოფენა, რო ჩამოვიდა პარიზში, გააკეთა 3 დიდი გამოფენა თბილისში, ქუთაისში და თელავში და ქუთაისში ხდება კოტე მარჯანიშვილს და აქედან იწყება მისი ურთიერთობა ქართულ თეატრთან და კოტე მარჯანიშვილთან. მარჯანიშვილის თეატრის მთავარი მხატვარი იყო წლების მანძილზე და ძალიან ბევრი სპექტაკლებია გაფორმებული როგორც მარჯანიშვილის თეატრში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში. ელენე თავის პეიზაჟებში ხშირად გამოხსახავდა თბილისს. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას თბილისისადმი? თბილისი იყო მისი დიდი სიყვარული და განსაკუთრებით ძველი თბილისი. და ძალიან განიცდიდა იმას, რომ კარგავდა თანდათან თბილისი თავისი იერსახეს და შეეძლო მას გაეკეთებინა, გარდა იმისა, რომ გამოდიოდა რადიოთი და ტელევიზიაში, ხატავდა და შექმნა მთელი სერია ძველი თბილისის თემაზე, რომლისთვისაც გახდა შთაურისთაველის პრემიის ლაურეატი 1971 წელს. თქვენი აზრით მოეწონებოდა თუ არა დღევანდელი თბილისი? არ მოეწონებოდა და შეიძლება ძალიან მკაცრი შეფასებებიც ჰქონოდა ჩვენი თანამედროვე არქიტექტორების მიმართ. მადლობთ რომ დაგხვდით ინტერვიუზე. არაფერს, ჩემო კარგი, გაიზარდეთ, კაი გოგოები.